Alta mamisata, dadisata, და სულისად მიდისათა. განვაგრძო ჩვენ საუბრებს საგარეო სამართალზე და ერთინა საუბრებს ჩვენ კიდის ეკლესიის, ადგილობრივი ეკლესიის მიღებული კანონები განვიხილეთ. და ვთქვით, რომ ეს არის 314 წლებში ჩატარებული კრება, ჯერ კიდე ქრისტიანობა იდევნება და მილანის ედიქტი გამოიცა და ნებადართული იყო ქრისტიანული დადების მსახურება და აღიარება სასჯელთა თავისუფლების, მაგრამ მაინც ზოგიერთ რეგიონში, პროვინციაში ხდებოდა კიდე დევნა და ეს აისახა იმ კრების კანონებში. რამდენიმე კანონი ეხებოდა მეუღლის თავს ეწამა როგორია და ვინც შეშინდა დაიხია ან მერე ვინც შედობა ითხოვა ვინ კიდე როგორ გავიდა და რაც უფრო ახლოვდება ჟამი ქრისტიანობის მთელ რომის იმპერიის ტერიტორიებში დაშვების ჯერ კიდე ხდება მეფე კონსტანტინის და მეფე მეტოქე იქ ჯერ 4 მართავდნენ. მე ორი წინააღმდეგ ვთქვით 314 წელს იქ მოხდა შევდროლა და მაქსენცი დამარხდა კონსტანტინის ბრძოლაში და აი ხო ნერვები ლიერდება მეფე კონსტანტინე და შესაბამისად შემჩნევდა დევნა ქრისტიანების და უკვე შემდეგი კრება ადგილობრივი ნეოგესარის უკვე მოწამეობის გამო ან შიშის მოწამეობის გამო უარყოფა სვენისა, ქრისტესი და ჯულისა როგორც ჩანს აღარ ხდება. ამიტომ ნეოგესარის კრების კანონები რომ ეხება მიარე მოვლენებს რა თვითონ ეკლესიაში მის მსახურთა მიმართ და მრევლის მიმართ არის ნათქვამი. და ჩვენ მოვიღეთ რამდენიმე კანონს ნეოგესარის კრების. უნდა აღინიშნოს, რომ ყველა ეს კანონი როცა მიღებული იყო იმ საუკუნეებში ზოგიერთ კანონს თუ ის ეხება დოგმატურ სწავლამოძღვრების ის უცვლელი რჩება და სხვა კანონები შეიძლება ისეთ ორიენტირებული იყო მაინც იმ დროის ვითარებაზე და იმასთან დაკავშირებით იყო, რომ ქრისტიანებს და სასულიერო დასს სცოდნოდა ნორმები, რასაც ითხოვს ეკლესია მათგან და ამიტომ ხდებოდა კრების მოწყობა, რომ იმ გარემოში რჩევა ჰქონდათ ქრისტიანებს ქრისტიანული ცხოვრების წესის ამ კონკრეტულ პირობებში და ამიტომ ჩვენ ახლა ზოგიერთ ამ კანონზე შევამოხმარებთ ყურადღებას. მაგალითად არის ესეთი კანონი, რომ ფეხმძიმე ქალი უნდა მოინათოს, როდესაც მოისურვებსო. ამ დროს მშობელი არ იზიარება ნათლობასო თავის შობებს. ანუ ინათლება მხოლოდ დედაკაცი, ასეულია ნაყოფი, რომელიც არ დაბადებულა, ბედის ნათლობით არ ინათლება და მერე შესაბამისად ბავშვის მონათლა მერე ხდება, როგორც ჩანს, ზოგიერთ ცეკონ თუ დედა ინათლება, მის წიაღში არსებული ბავშვიც ინათლება. ან მექანიკური მიდგომა, რაც არ არის მართებული, რომ ყველა ცალკე პიროვნებაა და ყველა როგორც ცალკე პიროვნება, რომელიც თვითონ აგებს პასუხს თავის ცხოვრებაში, თავის მოქმედებაში, თავის რწმენაში, ამიტომ
ის იბადება ბავშვი, ის დაბადების შემდეგ უნდა მოინათლოს პირადად და თუ ვიტყვით რომ ჩილ ბავშვი ჯერ ვერ მეტყველებს და პასუხს ვერ აცნობიერებს, მაგრამ ამიტომ ყავს მას ნათლია, რომელიც გაძლევს მას ქრისტიანულად ეკლესიის წიაღში, იზრუნებს ამის მშობელთან ერთად ხალია და არა მხოლოდ მშობელი, თუ ეს ნათლია განსაკუთრებით უნდა ზრუნავდეს ბავშვის სულიერ სარწმუნო აღზრდაზე და შემდეგ უკვე თვითონ აგებს პასუხს. ამიტომ თქვა მე რომ არიზეებდა მოინათლება მხოლოდ დედა და არა მისი ნაყოფი, მისი მეშვეობით. ქრისტესთან შეერთების ასეებს თითოეულმა მოსანათლავმა აუცილებლად თავისი ნება უნდა გამოამჟღავნოს. ანუ ნების თავისუფლება არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადამიანის საერთოდ ცხოვრებაში. ის აგებს პასუხს იმაში, რასაც ირჩევს. კიდე დაუბრუნდები ამ თემას, რომ ვიტყვი რომ ჩვენ ბავშვს არ აქვს ჯერ ნება აქვს, მაგრამ გამოხატ ამ ნების საშუალებით, რადგან მას არ შეუსწავლეს საერთოდ, მაგრამ ის დაბადებიდან ხედავდა უკვე თავისუფლებას, რომ დადიან ტაძარში, იქ რაღაც ხდება, თვითონ ბავშვი ეზიარება, შეიძლება, მაგრამ მადლის მიღები არის. აი ეს არის საიდუმლო, რომ მადლის მიღები არის და მე იქნება მადლის წინააღმდეგ თუ პირიქით ეთანხმება მადლს, ეს მე გამოჩნდება. და რომ მადლი მოქმედებს, ჩვენ გვაქვს სახარებაში მომდე, როდესაც ღვთისმშობელი მარიამი ანგელოზ გაბრიელის ხარების შემდეგ მიდის თავის ნათესავ ელისაბედთან, გაიგო ანგელოზისგან, რომ ის არის მიდგომილი, იყო ბერწი და ახლა მიდგომილია, უკვე მე-6 თვეზეა და იმასთან მისულმა კართან შეძახა თავის ნათესავს ელისაბედს, რომ შეხვედროდა მას და აი ამ დროს თვითონ ელისაბედს ხმის გაგონებაზე ბავშვი მის წიაღში ათამაშდაო, გამხიარულდაო და მადლი ღვთისა გადმოვიდა ელისაბედზე და მან ეს მოძრაობა ნაყოფის მის წიაღში სიხალოდ მიიღო, რომ გაუხარდა მოსვლა და იწასამეთყოლა და უთხრა პირდაპირ კურთხეულხარში დედაშვილს კურთხეულში ნაყოფი მუსლერშენისა და შემდეგ დაუკავშირეთ აი ამ ბავშვის მურაზზე იმ ნაყოფში გაუხარდა უფლის მოსვლა. უფალს თავის ძირის წიაღშია, ივანეს თავის ძირის წიაღშია, სხვა არის თუ ის რაღაც ნახევარი წელი. ცოტა მეტი შეიძლება და ამიტომ ამბობთ რომ მადლის მიმღები არის, მაგრამ მისი ნებელობა უნდა იყოს გათვალისწინებული. Pentru șobrებს de natlies sănăm isciulia taqota tadarshi ismes lotsvars galubas anters სახშის ლოცულობენ არის მარხვის დღეები არის ხსნის დღეები დღესასწაულებია ამას ბავშვი უკვე ასნობიერებს 2-3 წლის ასაკში და შემდეგაც ამიტომ თანდათან ის უკვე გარკვეულად სიჭაბუკის ასაკში უკვე ასნობიერებს თავის მოქმედებას და ცხადდება მისი ნება ეთანხმება თუ არ ეთანხმება თვითონ უკვე დამოუკიდებლად ნაბიჯად ადაში მისლის წმინდა ზერის მომზადების მარხვის ლოცვის თუ არა აი ეს ნების თავისუფლება მასში გამხატული დღეს ძალიან გავრცელებულია რომ თავისუფლება ერთ-ერთი მთავარი კატეგორია კი მაგრამ ერთმანეთს ავიწყებოთ რომ ღვთისაგან მოცემული ადამიანის თავისუფლება ეს ღვთის ხატების ერთ-ერთი ნიშანია მაგრამ თუ ესეა ღმერთის თავისუფლება აქვს მაგრამ ღვთის ნება მიმართულია ყოველთვის სიკეთისკენ წყალობისკენ სიმართლისკენ ღვთის ნება არის საფუძველი ადამიანის ზრუნვისა
და ადამიანი თავისუფლებას როგორ იყენებს ეს სხვა რამე არის რომ ის გააურებული ბუნება აქვს თოდი დაცემული ბუნებაც აქვს და ღვთისხადებაც არის მასში შეიძლება ხანდახან სიდის კარნახით ინსტიტუტი ქცევა და ხანდახან კიდე აჩვენებს სიდის ხმას და სამართლებს არ ექცევა კეთილად არ ექცევა აი ეს არის თავისუფლებას დაზიანებული ადამიანის გააურებული არის ამიტომ ვამბობთ რომ შეიძლება სიჭაბუკეში თქვა შეიცვალოს მაგრამ შეიძლება მომავალში კიდე რომ უფრო გაიზრდება და სარგებლობას დაიწყებს და შეძლებს ამის ანალიზება და კრიტიკულად გადაფასებას შეიძლება დაუბრუნდეს ერთმანეთს ერთ-ერთი კლასიკური მაგალითი გვაქვს ნეტარი ავგუსტინე რომელსაც ბავშვობიდან დედას დიდას არწმუნებრივად და ყავდა ადარში ეზიარებოდა ლოცვები იცოდა სიჭაბუკეში როცა მამამისი როცა რადგან ერეოდა ეწეოდა ასეთ გარკვეულ ცხოვრებას და ვაჟიც დააყენა უგზაზე იმან დატოვა ეკლესია და იყო სანამ დედის ლოცვა ისევ არ მოაბრუნა ეკლესიისკენ და გახდა დასავლეთ ეკლესიის დიდი მამა სომბიროთ ნეტარი ავგუსტინე ასე რომ აი ამ შემთხვევაში ჩვენ ვთქვათ რომ უკვე ეკლესია ითვალისწინებს მოსანათლის თავისუფალ ნებას თუ ბავშვია პასუხისმგებელი არის მშობელი და ნათლია ხოლო უკვე დასულ ასაკში ან სიჭაბულის ასაკში უფრო მეტად გამოჩნდება მისი ნება ეთახება მას ღებულობს მისდევს თუ იორყოფს მაგრამ ეს არ გამოჩნდეს ოდესღაც მომავალში მას გაიხსენებს თავის ბავშვობას და მოიქცევა ხო ესეთი თქვენ მაგალითი როდესაც იულიანე განდგომილმა დაიწყო შეზღუდვა ეკლესიისა, დევნა ეკლესიისა. იქ სამაშხარო ერთი დადგმა იყო, რომელშიც ერთ მსახიობს უნდა შეესრულა როლი კათაკვერის, ანუ მოსანათლად გამზადებული ადამიანის ინათლება. და გამაშხავება უნდა ნათლობის საიდუმლოსის სცენაზე და ეს ადამიანი თქვათ გააშიშლეს, აი შენი ხომ და მოინათლო, ჩასესად კარში წყლით და მეორე მსახიობი, რომელიც ღვთის როლს ასრულებს, ამ დროს ამას ნათლობის ფორმულას და ეს მსახიობი იმ კარში ჩავიდა წყალში, შტაფლავს ერთხელ, ორჯერ, სამჯერ და მას გაახსენდა ბავშვობა, გაახსენდა თავის მშობლები და შეიცვალა მისი ხედვა ის მიგზნო მადლი ღვთისა და რომ ამოვიდა წოდან მან საჯო თქვა მე ქრისტიანი ვარ დარბაზმა ჩათვალა რომ ეს აგზევს როლს და მასხარაობს და სიცილია ხვდა მან გაიმეორა არა მე ქრისტიანი ვარ უფრო მეტი სიცილია ხვდა მესამე თქვა მე მართლა ქრისტიანი ვარო ეს უკვე იმპერატორს არ მოეწონა და ეწამა ეს მსახიობი ანუ მადლის მოქმედებას ადამიანი ვერ შეხვდას და როდის ეწევა მას ეს მადლი მასზე არის დამოკიდებული მაგრამ არ რომ მასზე თვითონ საიდუმლოს მადლით შესაძლებელი ადამიანის მოქცევა ან მოწოდება ჭეშმარიტი სინანულისკენ აი ეს ამიტომ ეტყობა საიდუმლო რომელიც უხილავ მოქმედება ღვთის მადლისა და როგორ მიიღებს ადამიანი ეს უკვე აი გადაკვეთა ადამიანის ნებისა და ღვთის მადლისა ცხადდება მის მოქმედებაში შემდეგ გავაგზავნებთ ჩვენ რომ აი ესეთი მუხლი არის უკვე ვდელი თუ ხორციოდ შესწოდავსო კურთხევამდე სანამ ვლად აკურთხევენ შემდეგ ვლად იკურთხება და აღიარებს რომ შესწოდა ხელდასხამდე იგი კარგავს მხოლოდ მომდევნო მსახურების უფლებასო იგი აი ესეთი კარსი კანონია და მაგრამ მას რჩება სხვა უპირატესობა ღვთლობის პატივი, საჯდომელი და საკურთხეველში და საიდუმლოს ზიარების უფლება აქვს. ღვთლობის სახურების არა, მაგრამ ზიარების უფლებას უტოვებენ, რადგან მან შეინანა. აი აქაც საისმოდი რომ ის
დაარღვევას მან დაუშვა ოდესღაც სადაც ლათი კურსებოდა ძიმე ცოდვები იყო შეიძლება ამ ცოდვების გამო ის ვლად აღარ იკურთხოს მაგრამ არჩება ქრისტიანად და თურქეთში შეინანა თავისი ყოფილი მოქმედება ის ხირსი ხდება წმინდა ზიარის მიღების ანუ ეკლესიის წევრი რჩება როგორც ერისკაცი მონანული და მე განგება ხდის როგორი მის მიმართ ის ბერთ აღიკვეცება და ხსემეუდაბნოე და თუ პირიქით მოწამეობრივად აღესრულება ქრისტესა ეს უკვე შემდგომი ამბავი მაგრამ ეს მუხლი ამ საკითხს არ განიხილავს შემდეგ არის თუ ვინმე მოინათლება სნეულობის დროს მისი მგლად კურთხევა შეუძლებელიაო რატომ რადგანაც მისი რწმენა მოდის არა ნების სითი არჩევიდან არამედ გაჭირვებიდანო ოღონდ თუ მონათლის შემდეგ გამოიჩენს რწმენას და სათნოებას და გაზრდილდება საუნდრო კაცის პოვნა ამ შემთხვევაში იყოს ესე ისი იკურთხოს ლად ну ეს ეკლესიის საჭიროების და მიხედვით მაგრამ ბუნებრივია რომ თავათარი ადამიანი მიმართავს სიშეწევს ითხოვს და თუ ამიტომ ინათლება მე განიკურნოს შეიძლება თაც აღარ მოინდომოს გლობა იყო ესეთ შემთხვევა ერთი ასაკოვანი ქალბატონი ძიმეთ და სნეულდა და უთხრეს რომ აი სასწორზე ახლა შენი ცხოვრება ექიმები პასუხს იძლევიან და ეს იცოდე რომ თუ შენ ახლა აღიკვეცები მონაზვნათო შენ ცოდე ვერი მოგეტოვება რაც მანამდე იყო და ну აირჩიოთ ვინ ესე იყო მან ამჯობინა მონათლულიყო მოინათლა უთესასწაული განიკურნა არგეფეხზე და მოინათლა მონაზნობა მონაზნად აღიკვეცა თუმცა გამოჯამთა და რა მოზავრის მონაზნებია დავისა თავის აღთქმა და მე ისე დასამდა და გარდაიცვალა ან მას მისცა საშუალება თავის აღთქმა შეესრულებინა მაგრამ ერთჩვენა ერული ცხოვრების ცხოვრება და ამიტომ დასრულდა დაახლებული იყო ესე ეკლესიასთან მოთოფისობდა თავისისობდა მაგრამ მოიცარ ცხოვრებით ცხოვრობდა გართობა თამაში და ასე შემდეგ ეს პროიზიდავდა მას და ასეთ უფალმა მისცა საშუალება მას თხოვნების მაგრამ მან პირობა დადო და მე დაარღვე ეს პირობა ამიტომ დაკარგა მის ცხოვრება აზრი და საზრისი იყო აი ესეთი არის შემთხვევები აქ და ну ის რამდენიმე კანონი დავინახოთ მიმართულება უკვე ეს არის 318-19 წლებში ხდება და სამას 65 წელს თქვენ უკვე იცით რომ პირველი სოფლიო კრება შეიკრება შემდეგ არის ადგილობრივი კრება ღანგრევში ხო ეს არის ბიზანტიის იმპერიის აღმოსავლეთით ეს ღანგრა და აი ახაც რამდენიმე კანონს შემოგთავაზებთ რომ ახლა წარმოდგენა გქონდეთ ღვთისმსახურთალი განიხილოთ არა მარტო სარწმუნოების საკითხებს არამედ ზნეობრივ საკითხებს და თვითონ დამოკიდებას ადამიანისა საერთოდ მიმართ ნათლობა იქნება, გლობა იქნება, ქორწინება იქნება, როგორ უნდა იცხოვროს და მოიქცეს ესეთი ნიმუშები გაქვს მოცემული. შემდეგ აი უკვე ეს ღანგრის კრება რომელიც ხდება უკვე მოგვიანებით მუხლი არის ესეთი პირველი თუ ვინმე ადაგებს ქორწინებას და გმობს ქმართან თანაცხოვრებ მორწმუნე და ღვთისმოშიშ დედაკაცს
ან კითხავს, რომ მას სასოფლო შესვლა არ შეუძლია, შეჩვენებული იყოსო. იმიტომ მეუღლეობა ქორწინება კურთხეულ ღვთისაგან. გახსოვთ სახარებიდან კანაში, გალიის კანაში მათხოვარი იყო ქორწილში და აკურთხეს ქორწილი სამხრივ, როცა შეიქმნა პრობლემა, ანუ ღვინო გაუთავდა თან იყო. ეს ღვინო ღვთის მადლთან არის, მათხოვნელ მადლთან არის გაიგებული სიმბოლოა. ითათა მოაკლდათ მათ. იქ 3 დღე გრძელდებოდა ქორწილი, მოაკლდა და უფალმა წყალი ღვინო აქცია დედის თხოვნით. ახლანდ საიყო ღვთისმშობლის ოჯახი და დედის თხოვნით უფალმა ეს სასწაული, მაგრამ ფარულად აღასრულა და საჯაროდ არ აღესრულებინა. მან პირდაპირ უთხრა, რომ არ არის ჟამი ჩემი მოწევნულია დედას. უთხრა და ამიტომ საჯაროდ ამას არ შეასრულებს, მაგრამ დედის თხოვნას შეიტანებს ისე, რომ არ განცხადდა მაშინვე უფლის სასწაულად მოქმედების დალა. და ეს კურთხევა, მეუღლეობა კურთხეული ღვთისაგან და ამიტომ ერთ-ერთ საიდუმლოდ საეკლესიოდ აღიარებულია ნათლისღება, ქორწინება. და აი თუ ვინმე ამბობს, რომ ეს ქორწინება ხელს შეუშლის სულიერ ცხოვრებაში და იმას არ ისმის. არსი და საზრისი მეუღლეობრივი ცხოვრების. რომ ოჯახი ეს მცირე ეკლესიაა, სადაც ქმარი და ცოლი არიან იერარქები და მათი შვილები, მათი მრევლი მურჭილი და აღსაზრდელები და ერთ პატარა უჯედად ეკლესიისა, დიდი ეკლესიის უჯედად ისინი იზრდებიან თავის ცხოვრების მანძილზე. სადაც განსასწრებით ხდება გამოცდა მათი სიხარულითაც, ბედნიერებითაც, ავადმყოფობითაც, ყველა აირად რომ აღიზარდონ რწმენით, ღვთისმოშიშებით, სიყვარულით და მშვიდობით და ურთიერთშენდობით. და აი ამ ქორწინების ესე იგი აუგად მოხსენება და წაგება კაცად არის აქ დახსოვებული, რომ შეჩვენებული იყოსო, ვინც ამას ამბობსო. ანუ ურთხეული მეუღლეობა წმინდა არისო. თუ ვინმეო გაკითხავსო, ხორცის ჭამელსო, სისხლის, გერბთა, მსხვერპლის, ნაშთისა, დამრჩევლისა, ლეშის გარდა. ანუ აღზრდად აკრძალული იყო, მის გარდა უბრალოდ ხორცის ჭამას თუ ვინმე გაკითხავსო, თითქოს და ხორცის ჭამის გამო არ იქნება სასუება და ანუ იმედი ცხონების არ იქნებაო. და ამაზეც კაცად ამოხსნა შეჩენებული იყოსო. რატო? მოწყვლები მასთან ერთად პასუხის დღესასწაულზე ატიოდნენ და პასუხის დღესასწაული და გავხსნათ მესამე დღესაც პასუხი არის და ეკითხებიან მოწაფეები მოთხოვას, რომ სად მოგიბრძოთ პასუხი და ეს პასუხის ერთ-ერთი პირობა იყო, რომ უნდა დაყოლიყო კრავი, შემთხვევარიყო და შეკრებილებს უნდა მიეღოთ ეს კერძი. გასახსენებლად ეგვიპტის მონობიდან გათავისუფლებისა. აი, ებრაელთა ეს ერთ-ერთი ყველაზე დიდი დღესასწაული არის. და ქრისტიანები შესაბამისად ხორცს მიიღებენ საიდუმლო სფერობაზე, აი ამ პასუხის აღსრულების შემდეგ იწყება საიდუმლო სფერობა, ანუ იწყება ახალი ეკლესიის უდიდესი საიდუმლო წმინდა ზიარების მასხოვის და ხორცის ზიარება და ის საუბარი, რომელთაც უფალი საუბრება თავის მოწაფეებს საიდუმლო სფერობაზე. მომავალ მაცულის ცხოვრებაზე, ეკლესიის ცხოვრებაზე, უფალთან ურთიერთობაზე, სარწმუნოების საფუძვლებზე
ამაზე ისაუბრება, განანაშეს მათ სარწმუნოებრივად. ანუ იწყება ახალი ცხოვრება მათი. და ეს ხურსის ჭამა ამ შემთხვევაში არ აფხოლს, იმიტომ ეს ნივთიერი არის. მას უკვე აღარ აქვს ეს ნიშნობა. ფიზიკური მონობიდან განთავისუფლდნენ, ეხლა დადგა ჟამი სულიერ მონობიდან განთავისუფლებისა, სულით უნდა იცხოვრონ, ამიტომ ის ხურსის ჭამა ვერ დააბრკოლებს ამას. აი ეს არის ესეთი მაგრამ ხადერთა მარხვარი მაშინ მარხვიზოს ხურშჩამზე უარს იტყვის ქრისტიანი. ანტირაზიაზოდ ემზადება მაშინაც ასე სულსუხტად შეინახოს და განსხვავებას და ნაყროვანებას არ მიეცეს და სმას. აი და იმედი ცხონების არ იქნება თუ კი ხორს ჩერჯავსო. სხვა დროს შემდეგი კანონი არის თუ ვინმე ღვთის მსახურების მომიზეზებით მონას ასწავლის თავის ბატონის შეურაცხყოფას მსახურებისთვის თავის არიდებას და არაერთგულებით და პატივით თავის მეუფრის მსახურებას შეჩენილ იყოსო. ანუ ეს არის პერიოდი, როდესაც ჯერ მონები არსებობენ. მონების ყიდვა შესაძლებელი იყო, იწყება უკვე ქრისტიანული სამეფოს ცხოვრება ახალი, მაგრამ ჯერ კი ძველი ურთიერთობები შენარჩუნებულია. და მაგრამ თუ კი გაყიდულია მონად, მის თავის ბატონის მიმართ უნდა იყოს ერთგული. პირდაპირ ჩვენგავსით მაგალითი პავლე მოციქულის ეპისტოლე ფილიმონის მიმართ, პატარა თავიანი ეპისტოლეა, სადაც ერთი მონა თავის ბატონის ონისიმე ფილიმონს გამოექცა და კაცად მოექცა. ჩანს ან გადაჭარბებული სიმკაცეს ჰქონდა ადგილი და გამოექცა და მოვიდა პავლე მოციქულთან. ისიც ქრისტიანი იყო ეს მონა. ონისიმე და ეს ფილიმონიც. და მოციქული მიმართავს ეპისტოლით, რომ ეს მონა დაბრუნდეს, ეს მონა არის, მაგრამ მე მოვიდათ მე იცოდე, რომ ის ღვთის წინაშე თავისუფალია და შენ ღვთის მონახარო. შენ როგორც მას მოექცევი, ისე მოკითხავ შენ უფალი, თუმცა რწმენით თქვენ ძმები ხართო. სოციალურად კი შენ ბატონის მონა. და თუ რწმენით ახარ, მაშინ რწმენით უნდა იცხოვრო და არა მხოლოდ სახელმწიფო კანონებით. აი, ესეთი არის დამოკიდებული, ამიტომ ვინც ესეთ გამოიქცევა, ან უნდა გააპროტესტოს, მოძღვარად ეკლესია უბნება, რომ ეს შენი სოციალური სტატუსია დღესდღეობით. თუ შენ ერთგულად იქნები, შეიძლება შენ ბატონი გაგათავისუფლოს და მაშინ სრულად თავისუფალი იქნები. მაგრამ შენი მოვალეობის შესრულებით ერთგულად თუ შეასრულებ, არა იძულებით, არა იმიტომ რომ ნაყიდი ხარ, არა ადამიანი ადამიანს. აი აქაც არის თავისუფალი ნების მოქმედება გათვალისწინებული. ის სოციალურად ხარ მონა, მაგრამ სულით ხარ უფლის მსახური. თუმცა უფლის სათნო ისე მსახური შენ ბატონს ერთგულად. და მუდმივად არა იძულებით და ხოთ იმიტომ რომ გაყიდული ხარ. და ეს კეთილგონიურული ესეთი შენი მსახურება შეიძლება ღვთის წინაშე. ესეთ გზაცხონების არის. რომ სოციალური გრადაციები გასწორში უკვე იშლება. პასუხი რომ როცა ის იყო ბატონი როგორ ექცეოდა ის მონებს, თუ მეფე რო იყო როგორ ექცეოდა თავის ქვეშევრდომებს და ასე შემდეგ. ანუ თავის იერარქიულ და სოციალურ სტატუსში პასუხს აგებს როგორ იყენებდა როგორც ქრისტიანი, მოწყალებით, სიმართლით, მიტევებით, თუ სისასტიკით და შეურაცხყოფით ასრულებდა და თავისი ქვემოთ ყოფილ მის დაქვემდებარებულ ადამიანებს. აი ეს ფაქტობრივად ეკლესია ღვთისა და მოყვარს სიყვარულის ცნებების გავრცობას ეწევა ამ კანონებით.
შემდეგი კანონი არის ესეთ, თუ ვინმე ასწავლის ღვთის სახლისა და მასში მოწყობილ კრების იოლად შეურაცხყოფას შეჩენებულ იყოს. ეს არის ღანგრის ადგილობრივების დადგენილება. გუჩანს იქ ადგილი ჰქონდა ასეთ შემთხვევას, როცა საავადმყოფო საერო პირებმა თუ ერთად საავადმყოფო საერო პირებმა რაღაცა მიზეზის გამო, პირადი წყენის გამო თუ ვიღაცას მერე ვთქვათ არის იყო ესეც დავალებული რომ შესრულებინა ჯერ კიდევ ბრძოლა ეკლესიის მიმართ არ ცხრება. ვიტყვით რომ ბრძოლა ეკლესიის წინააღმდეგ საუკუნე გრძელდება. ქრისტიან სახელმწიფოებში გრძელდებოდა, მაგრამ თუ ტალებლობა აღიარებს და იმპერატორი და ითხოვდა მის ტალებლური მოძღვრების მიმართ ერთგულებასა და წინააღმდეგობას ეკლესიის მიერ მიღებული მოსკოვის დროიდან სარწმუნოების წინააღმდეგ იდევნებოდნენ ის ქრისტიანები და ჩემიც არაერთი ესეთი შემთხვევა, როდესაც ერთხელ ხატმებრძოლობის ტალებლური გავრცელდა ხატების დამცველები და ხატების შემოწმებლებს დევნიდნენ. ანუ მართლადებს დევნიდნენ. მანამდე იყო არიოზის ტალებლობა და ალექსანდრიის მთავრების კორპუსში ათანასე დიდი ხუთჯერ გადააღეს იძლებით მთავრობიდან დევნიდნენ ერთი პერიოდი ეგრეთ უდაბნოში, ღრმად უდაბნოში იქ თავს აფარებდა მისი სულის მაძიებლებს და ანუ ბრძოლა გრძელდებოდა, მაგრამ სხვადასხვა დროს სხვადასხვა სახის იყო ეს ბრძოლა. ტალებლობის ბრძოლა იყო თუ წარმართობის ხდებოდა რეანიმაცია და უკვე ამიტომ ებრძოდნენ ეკლესიას, ეს უკვე კონკრეტული შემთხვევებია. და ვიტყვით რომ აი ამოსა თუ ეს მომხდარია, თუ მოხდებოდა თუ ვინმე ასწავლის ღვთის სახლის და მასში მოწყობილ კრების იოლად შეურაცხყოფას შეჩენებულ იყოსო. რატომ უნდა ერბიათ ეს კრება? ვიღაცას არ მოწონდა ეთყობა. ეთყობა თავის დანაშაულს გრძნობდა და ამ კრებას საბოლოოდ გამოიატანა რაღაცა განაჩენი. სამხილებლად იმ უშუალოებისაც ჩადიოდნენ უდესობის და ურჩობის და ამბარდავნების სხვა და ეს მომხდარიყო უნდა ჩაეშვა და დავლადული ცება ჩაშლა. აი რადგან ადგილი ქონდა როგორც რამდენჯერმე ავოს, ამიტომ ადგილობრივ კრება, ღანგრის კრებამ გამოიტანა ეს კანონი და სოფლის ეკლესიამ მიიღო ეს კანონი. იმიტომ რომ როგორც სხვაგანაც მეორდებოდა მსგავსი ასეთ ძალადობრივი ქმედებები მშვიდობიანი საშუალო პირთა კრების წინააღმდეგ. შემდეგ შეიძლება ჩვენ კიდევ ერთი კანონი მოვიყავოთ, რამდენიმე პროდან აგვიძელდა ჩვენ საუბარი, რომ თუ ვინმე ქალწულობდეს ან თავს იკავებდეს ქორწინებისგან და გამოიყოს თანამეუღლეს, იმიტომ რომ საძებად ეჩნებოდა ეს ქორწინება საერთოდ და არა ქალწულობის და თავშეკავების სიკეთისა და სიწმინდის გამო აკეთებს ამას, შეჩენილი იყოსო. ანუ აქ ისევ არჩევანის საკითხი დგას. უნდა თუ იყოს მინდათ შეინახოს თავი და სათნო იყოს, ანუ მონდასტური ცხოვრება უნდა, მაგრამ რატომღაც მოხდა მისი თქვათ გათხოვება, ქორწინება, მშობლების მხრიდან დალით და მაგრამ ეს მიდეკილება მას ჰქონდა ბავშვობიდან და ეს სხვა მომენტია, მაშინ თხოვს მეუღლეს, რომ გამიშვი მე ეს აღერჩიო. მეუღლების უარყოფით არა, არამედ
წმინდა ცხოვრების უპირატესობის გამო. და თუ სისადაგლედ მიაჩნია ქორწინებაში ცხოვრება, ეს უკვე რა დაავადყოფილი დამოკიდებულებაა. არაჯანსაღი არის. ამიტომ აქ ანუ ის წმინდა ცხოვრებასაც არ აპირებს მონაზვნებას და არც მეუღლება უნდა. ეს უკვე რაღაცა ნორმას გადაცდენილი დამოკიდებულება არის. შეიძლება ფსიქოლოგიური მიზეზი ამისა, შეიძლება სხვა ფიზიოლოგიური მიზეზი იყოს, მაგრამ მოსხაში ამის საწყისი არა სულიერებისგან მოდის და არა სიყვარულის და ერთგულებისა და მორჩილებისგან. ამიტომ ეკლესია გასათაოსო თუ აი ასეთ ქორწინებაზე უარსაოსო, იქ შეჩვენებული იყოსო. აი ეს მეორდება უფრო მოკლედ ეს კანონი, რომ თუ იმე დეკაცო მიატოვოს თავის ქმარი და მოისურვოს მასთან გაშორება ქორწინებისადმი ზიზღის მომიზეზებით შეჩენილი იყოსო. და თუ ვინმე მიატოვებს თავის შვილებს, არ ყვებოს მათ და არ ეხმარება, არც შეუძლია რათა აღზარდონ სათნოთ ღვთისმსახურებით ეს ბავშვებია, განდგილობის მომიზეზებით უყურადღებოდ დასვეს მათ, შეჩენილი იყოსო. ანუ ლაპარაკია რომ მშობელზე თუ მიატოვებს შვილსო, არ ზრუნავს მისთ. ანუ ეს ზრდასრულობის ასაკამდე საკურელია. თუ მიატოვებს მას და აღარ ზრუნავს და მოიმიზეზებს, რომ მას უნდა განადგილოს ცხოვრება. მაგრამ მან უკვე ეს ცხოვრება ირჩია. ქორწინებით ცხოვრება და უკვე ყავს შვილები. ის ამ შვილებისთვის პასუხისმგებელია ღვთის და ღვთის წინაშე პასუხისმგებელია დააყენოს. და შეიძლება იყოს გამონაკლისი, რომ ვინმე ნათესავმა აიღოს ეს ტვირთი და გაიზიაროს, რომ შენ გინდა განდეგილობა, ვერ მონაზვნობა, მე გაგიზრდი შენ შვილებს. ან ვიღებთ ნათესავი უშვილო იყოს, რომელსაც უნდა შვილიერება და არ ეძლევა და ის შესთავაზეს, რომ იცი რომ შენ გინდა იქ იყო და აი ამ გაურებულ ხარ მდგომარეობაში თან შვილების უნდა იყო, თან იქ გინდა იყო და მოდი მე ვიშვილებ შენ შვილებს და მაშინ შენ ანუ გამოსავალი არის, მაგრამ ყოველთვის შეთანხმებით, მაგრამ თავისი პასუხისმგებლობის გათვალისწინებით ღვთის წინაშე და იმ ადამიანის წინაშე ვიზეთ ხარ პასუხისმგებელი. აი ასევე აი მოჩენს ამ საუკუნის დასაწყისში და პირველ ნახევარში და მერეც კიდე უცებ ჩნდება ესეთი არაჯანსაღი დამოკიდებულება ცხოვრების იმასთან, რომ გარეგნულად უნდა თუ შეცვალოს ცხოვრება და შინაგანად იგი რჩება, რაც იყო. ამიტომ საქართველოს ეკლესიას აი ამაზე ხილყურადღება, რომ თუ ვინმე დედაკაცთაგან მოჩვენებით ღვთისმსახურების გაიკრით მას, რომელიც მას ღმერთმა მისცა მორჩილების გასახსენებლად, შეჩვენილი იყოს, როგორც მორჩილების შესახებ დანებს დამხვევი. და თუ ვინმე მოჩვენებითად ღვთისმსახურო მოღვაწეობის ეს კვირა დღეს მარხულობს, შეჩვენილი იყოსო. ანუ კვირა დღეს ხსნილდება, დიდ მარხვაში თავისი შეღავთის შედარებით სადაგ დღეებთან არის, უზეთიანი საკვები მიიღება, უბრალოდ მარხვები, რომელიც არის შობის მარხვა და პერპლოს მარხვა შეიძლება თევზიც იყოს მიღებული შაბათ-კვირას, მაგრამ როცა ხსნილია, აი მაშინ და დღესასწაულები კვირა დღეს მარხულობა უკვე ნიშნავს უარყოფას იმ დიდი ღვაწლისთან უფალმა იტვირთა ჩვენთვის და აღასრულა ჩვენი ხსნისათვის. მანამდე თუ
პარასკევს და ჯვარცმებს და სიძვის უფლეს იხსენებს, მაშინ კვირას უნდა გაიხარო მისი აღდგომით. და აღდგომაზე აღარ ვრცელდება ის მარხის კანონი, რომელიც პარასკევის და უსწრაფო დღისთვის ბუნებრივი არის. რადგან უფალმოდ ამ დღეებში იმარხულეთო. ხო, აი ესე ჩვენ განვიხილეთ ეს ღანგრის კრების კანონები, ჩვენ ვრჩება კიდევ რამდენიმე ასე ადგილობრივი კრება, ესე ანტიოქიის და ლაოდიკის კრებები და შემდეგ ამაზე ვისაუბრეთ. აი ხედავთ როგორ აქცენტი გადადის უკვე გადაჭარბებულ, ასე ვთქვათ, წარმოადგენს ღვთისმსახურებაზე, მონაზნობაზე და ისევ ადამიანის თავისუფალი ნება ხანდახან სწორი გზით მიდის და ხანდახან თვითთვენებობით და არასრული და ეს არ არის სათნო ღვთისათვის. ამით დავუშვათ საუბარს, დაგემშვიდობით ხმეთა დაგვრცოთ.